ეს ვიდეო ეხება საქართველოს რკინიგზას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ასევე სუს, ასევე ზუგდიდის მერიას. რას აკეთებს ეს ეშელონი ზუგდიდის ტერიტორიაზე? ეშელონი, რომელზეც დატანილია წარწერა Ural Logistics-ი, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის რკინიგზას. მან დაწერია კიდევ რომ ეს არის რუსეთის რკინიგზის ეშელონი. RŽD არის სადღაც ნახავთ. ანუ ჩვენ გვაინტერესებს საიდან შემოვიდა, რა გზებით შემოვიდა ეს ეშელონი საქართველოში, რა მიზანს ისახავს მისი ჩამოსვლა ზუგდიდში და მოვითხოვთ დეტალურ განმარტებას თუ რატომ მოძრაობენ საქართველოში ვაგონები, რომლებზეც დატანილია ოკუპანტი ქვეყნის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და რა ხდება ზოგადად, რატომ არის რა მიზანს ემსახურება ამ ეშელონის ჩამოსვლა საქართველოში. რა გადაზიდვასთან გვაქვს საქმე, რა შემოიტანეს, ვისთვის შემოიტანეს, საიდან მოდის, სად მიდის. ყველაფერი ეს დეტალურად გვაინტერესებს. მიუმართავ სუსი ხარ თუ საქართველოს უმოქმედობის და უსაქმურობის სამსახური, გამოარკვიეთ ყველაფერი და დეტალურად ჩაგვაბარეთ ანგარიში ქართულ საზოგადოებას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს არის საქართველოს ნომერი პირველი პრიორიტეტის უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ დეტალურ პასუხს. ყველა ჩვენს კითხვაზე, რომელიც ახლა გაჟღერდა. მეგობრებო, ასევე თქვენ გთხოვთ, ვინც იცით, რას აკეთებს ეს ეშელონი ზუგდიდის ტერიტორიაზე, საიდან შემოვიდა, რითია დატვირთული, რა მიზნებს ისახავს, გთხოვთ გაგვაგებინოთ. ეს პირველ რიგში არის ასევე ლოკალურად ზუგდიდის უსაფრთხოების საკითხი. იმიტომ რომ თუ აქ საუბარია საოკუპაციო რეჟიმისთვის ნავთობის მიწოდების საკითხზე, ეს უკვე სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს საქართველოსა და უკრაინას შორის. და თუ აქ მოხდება უკრაინული დრონების თავდასხმა, ეს უკვე იქნება საქართველოს მთავრობის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება. და აქ უკვე პასუხისმგებელი უკრაინა არ იქნება. რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინა არერიდება არსად დედამიწაზე, მთელ გლობუსზე არსად არერიდება დარტყმების მიყენებას არც ერთი ქვეყნისთვის, არც ერთი ქვეყნის ლოჯისტიკური ხაზისთვის, როდესაც საქმე ეხება ომს, როდესაც საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოებას. ამიტომ მე ახლა თავს შევიკავებ ვარაუდებისგან და კონკრეტულად მოვითხოვ პასუხს ზემოთხსენებული უწყებებიდან საზოგადოებას განუმარტოს, რას აკეთებენ ეს ვაგონები, რას აკეთებს ეს რუსული ეშელონი საქართველოში, საიდან შემოვიდა და რა მიზნით შემოვიდა. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, რაც კი ინფორმაცია გაგაჩნიათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. გამარჯვებამდე, საქართველო!